და ეგ არის, let's go. სალამი ყველას, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ დღეს შევეცდები რაღაც გარკვეული ჩემი ექსპერიენსი, ბიოჰაკინგური ექსპერიენსი გაგიზიაროთ ერთ-ერთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯირკოლზე, რაც ფიქრობ, რომ მომავალში გინდა არ გინდა ყველა შეგვაწუხებს, მამაკაცებზე მოქვს საუბარი, ეგ არის რა თქმა უნდა პროსტატის ჯირკოლზე, ანუ ვილაპარაკებ მაგის ჯანმრთელობაზე და ფაქტიურად ის რაღაც გარკვეული საფლემენტები, რაც წაგვადგება ჩვენ, რაც ფაქტიურად უშეუშლის ხელს პროსტატის ჰიპერტროფიას ასაკში და დამიჯერეთ ახლა ჩემი აუდიტორია ვინც ხარ თქვა რა ვიცი, გინაც 25 წელზე ქვეშ და გგონიათ რომ ეს საკითხი არ არის ამ მნიშვნელოვანი, ანუ ვცდებით მაგაში ჯობია რომ ეს ვიდეო ამ ვიდეოს უყუროთ, საერთო რეკომენდაციებს რაღაცებს ვიტყვი და ვიტყვი რაღაც გარკვეული საფლემენტებს, რაც მე გამოვიყენებ პირადად, რაზეც ფაქტიურად ჩემი რაღაც ექსპერიენსი მაქვს, უამრავი ანალიზი ფაქტიურად მაქვს, ხელი შეხება ამ საქმესთან და ამიტომ გაგიზიარებთ ფაქტიურად ჩემს რაღაცა ექსპერიენსს. ალბათ ბოლოში ვიტყვი, შევეხები ალბათ ბოლოში ვიტყვი რაღაცა თქვა რეკომენდაციო ვარიანტს, რაც ალბათ ფიზიოლოგიურ მომენტებს ანუ ვერ წაუხლა, რაც არის გასაკეთებელი რა და მე შესაბამისად ალბათ თან გზად ავხსნი რაღაც გარკვეულ საფლემენტებს. Როგორი ნიუანსი არის, ანუ ძლიერი ჯგუფი, რაც ფაქტიურად არის მედიკამენტები, მაგაზე არ ვილაპარაკებ ამ ვიდეოში, შეიძლება ოდესღაც მე შევეხო ფაქტიურად ეს ჯგუფი ძალიან რთული არის და შესაბამისად ისეთი რაღაც გარკვეული საფლემენტები, რასაც გზად კიდე აქვს სხვა რაღაც დადებით ისეთი რაღაც მეტაბოლური თვისებები, ესე შეიძლება ითქვას. Даже ვარჯიშისთვის, პერფორმანსისთვისაც. მაგასაც ვიტყვი. ნუ ალბათ, რა ვიცი, ჩემ პოსტებს ვინც კითხულობთ, იცით რომ მე ზოგადად მაგარი ფანი ვარ. და ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ბრო არის ტადალაფილი, სიალისი. ტადალაფილიას მოქმედ ნივთიერება ფაქტიურად უამრავი კვლევები არის ფაქტიურად ამ ნივთიერებაზე, რომ პროსტატის ფაქტიურად ჰიპერტროფიას ხელს უშლის. ანუ ამის გარდა უზომოდ სასარგებლო არის სიძარღვოვანი სისტემისთვის, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს განსხვავდება კლასიკური ვიაგრისგან იმით, რომ კლიენტს ხელში აფართოებს სიძარღვებს, ანუ რაც სიძარღვები არის გაფართოებული, მით შესაბამისად სისხლის მიმოქცევა არის გაცილებით უკეთესი და რაც სისხლის მიმოქცევა უფრო მაღალი არის, ანუ ლოგიკურია, რომ იქაც სიცოცხლე უჯედების არის მეტი. ადვილი ისეთ მაგალითს მოვიყვან ფაქტიურად, ანუ თქვათ ავიღოთ საუბარი, აი ვინც პლავჭით არის დაკავებული, აკეთებს მაჯებს ხშირად, ანუ სისხლის მიმოქცევა აქ აქვს და შესაბამისად ბიჭებს აქვთ მაგარ ჯანზე ხელები. მაგრამ არ აკეთებენ თქვა ფეხებს და არ აქვთ ჯანზე წვიები მაგალითად. ანუ სიალისი რომ ხვდებოდეთ ხო და საერთო სხეულში, საერთო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ანუ არა მარტო ერექციის მხრივ და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება რომ даже გამოყენდეს თქვა ვარჯიშის წინათ პამპის კუთხით, რეალურად ვარჯიშამდე რომ დალიოთ მიახლოებით 3-4 საათით ადრე, დაბალი დოზირება, გინდა 10 მგ, 5-10 მგ, პამპი არის უკეთესი. და რაც ყველაზე მთავარია ეს ფაქტიურად ის ნიუანსები აქვს, ანუ სიალის აქვს ალბათ სასიცოცხლო ვიტყოდი რომ კაცისთვის თუ მივასაუბარი, რომელიც არის 30 წელზე ზევით, რა ვიცი, ჩემი კლიენტურა ყველა ფაქტიურად და ჩემი ყველა ახლობელი, ვინც ძალიან მიყვარს, ყველას ვეუბნები ფაქტიურად რომ ეს უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ეს არის ჯანმრთელობა რეალურად ასაკი პლუს 30 წელი პლუს. გინდაც 5 მგ დღეში. არა იმ კუთხით რომ რაღაცა თქვათ ერექციის მხრივ ან ასე შემდეგ. ანუ ბევრს ეშლება ეს ვარიანტი. კლასიკურ ვიაგრაში. ვიაგრა სხვანაირი მექანიზმით ის აჩქარებს სისხლის მიმოქცევას იმენა იქ. მაგას ხვდებით ფაქტიურად, ანუ მაგრამ даже ზოგი ისეთი ფაქტიურად ხარტყორული ბოდიბილდერები ადრე 90-იანებში მაგათი გარკვეული რაღაცა ისეთ ვარიანტი დღიურები წამიკითხე რომ даже ისინი უბერავდნენ მაშინ მახსოვს ვარჯიშის წინ. სიალისი ეს არის ისეთი ლაითი ვარიანტი, რასაც პროსტა სასარგებლო ფაქტიურად. ეგ არის და აქვს კიდე საინტერესო კვლევა ის, რომ რაღაც გარკვეულ ბალანსს იჭერს ტესტოსტერონის და ესტრადიოლის მხრივ. ანუ მაგ მხრივაც, ესე იგი ფაქტიურად აი ქალურ და კაცურ ჰორმონს შორის რაღაც გარკვეულ ბალანსში გვეხმარება. სიალისი, ანუ პროსტატას თუ მივასაუბარი, სიალისი იქნება ნომერი 1. ლაითად ფაქტიურად რომ შევეხო ახლა ეს საფლემენტები როგორი თემა არის? ეს არის ბიჭებო, კაი პროფილაქტიკაა ფაქტიურად, ანუ რა ვიცი, ძვირი არ ღირს ნახდათ. წელიწადში რომ მიახლოებით даже 1-2 დალიოთ, ნახდათ ამით არაფერს არ იბნებთ. აი ახლა ბევრს გონია ახლა მაგალითად ეს კალციუმი ესეთი ფორმა რო არის, კალცი დეგლუკორატი, ანუ ბევრს გონია რომ ეს არის იმინა კალციუმი. არა, ეს სხვა ფორმა არის ფაქტიურად, რომელსაც ესეც მოქმედებს ფაქტიურად კარგად დადებითად პროსტატაზე, პლუს ამას კიდე ის აქვს, რომ თქვა, რა ვიცი, გუში ჩავწეროთ, რომ არის ლაითი, ესე შეიძლება ითქვას, ინგიბიტორი არომატაზის. ანუ მითუმ ქალურ ჯგუფის ვარიანტში გვეხმარება კონტროლში. ანალიზებზე მკვეთრად არ მუშაობს, იმიტომ რომ ვიტყოდი რომ ახლა რა ვიცი, თუ თქვა ადამიანს მაღალი აქვს ან მაღალი აქვს, თქვა 2-3 მეტი აქვს სტადიოლი, ამით ჩვენ
ესტრადიოლის ინგიბირებას ვერ მოახდენთ. ანუ მაინც არომატაზის ინგიბიტორები გჭირდება კლასიკური ფაქტობრივად ანასტაზოლი და ასე შემდეგ. ამიტომ როგორც რაღაცა პროფილაქტიკა კი შეიძლება ამაზე ფაქტიურად პრაქტიკაზე და ფაქტიურად კლიენტურისგან გამიგია დადებითი ის ამის დამატებით, რომ ლიბიდო ხდება ამაზე აშკარად უკეთესი. ანუ ლიბიდოს ვარიანტში სწორად მუშაობს. ამიტომ შეიძლება რომ ესეც დაილიოს თქვათ, აქ ხელით მაქვს. ეხლა შეკვეთილი არის, ეხლა ჩამომივიდა მე შემიძლია რომ შეუბერო ფაქტიურად დღეინავე. და აი ეს კლასიკური რაც არის ფაქტობრივად no food-ის ესეთი ესე იგი პროსტატის საპორტები რაც არის. ესეც საინტერესოა. საინტერესოა რა კუთხით ფაქტობრივად. აი საოპოლიმეტო რაც არის. ესეც კი ბატონო რაღაცა კვლევები არის ამაზე. Stinning native ეს არის ჩინჩის პროცესები ექსტრაქტი. Pumpkin seed pumpkin seed oil ეს არის გოგრის თესლის ესე იგი პროცესები. ეს არის ზეთი და ლიკოფინი არის. აი ლიკოფინი საინტერესო არის ფაქტობრივად. ყველა ეს ფაქტობრივად ნივთიერება რაც არის. კი რეალურად არის სასარგებლო, ანუ ესეც რომ დაილიოს უხეშად, აი ეს რაც არის სერვინგი თქვა 45 დღიანი, მაგრამ დაილიოს თქვა ამაზე მიახლოებით კიდაც 3 სოფთგელი არის, მაგალითად დაილიოს კიდაც 3, 4 სოფთგელი შეიძლება თავისუფლად. როგორც რაღაცა გარკვეული პროფილაქტიკა, ანუ უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით. Why not? სიალისი იქნება ყოველთვის ნომერი 1 როგორც თქვი და ესეც რაღაცები შეიძლება რომ ფაქტობრივად დაემატოს. ეხლა სხვა ნიუანსი ფაქტობრივად. რაც შეეხება ზოგადად ტესტოსტერონზე. საერთოდ ადრეც ბევრი საუბარი მიდიოდა, რომ აი ტესტოსტერონი, რაღაცა თქვა ჰორმონშეცვლილი თერაპიის ვარიანტი არის ცუდი. მიახლოებით 1.15 წლის წინ მიდიოდა საუბარი, რომ სიო, პიზდეც, დაგეხევა, ასე შემდეგ ისე. აი ახლა ახალი ფაქტობრივად გამოდის კვლევები, რომ როცა პირიქით ტესტოსტერონი არის დაბალი, ან თქვა არის ქვედაზღვართან, ეგ უფრო ცუდი არის პროსტატისთვის, როცა თქვა ჩვენ ვართ ჰორმონშეცვლილ თერაპიაზე მიახლოებით 125-150 მილიგრამი ვიტამინი D-ზე. ამიტომ ესეც ისევ და ისევ ეგეც გარკვეული მნიშვნელოვანი პარამეტრი არის იმ კუთხით, რომ პროსტატაზე თუ მივეჯო საუბარი, უნდა გაუწიოთ ვარაუდი ესტრადიოლს ნორმაში და გაუწიოთ ვარაუდი იმას, რომ ტესტოსტერონი ფაქტიურად, აი ტესტოსტერონსაც შევეხები როგორი კუთხით ფაქტიურად. ტესტოსტერონი ბევრი ფაქტიურად აბარებს ერთ სახეობა ტესტოსტერონს ყოველთვის და ბევრი ვერ ხვდება ფაქტიურად. არის ტესტოსტერონი საერთო, არის თავისუფალი. არის კიდე შუალედური, მაგაზე ახლა ფაქტობრივად ზედმეტი ლაპარაკი. ეგ ძალიან ისეთ ვარიანტში არის უმნიშვნელო, ანუ არის საერთო ტესტი. საერთო ტესტი უხეშად ფაქტიურად რომ ხდებოდეთ, ეგ არის როგორი იმას ვიზავ ფაქტიურად, აი რომ ხდებოდეთ ადვილად, როგორ მაგალითს მოვიყვანო. რო ავიღოთ თქვათ, გააქვთ თანხა, ოღონდ გააქვთ თანხა ფაქტიურად საბანკო ანგარიშზე. ან თანხა გააქვთ, მაგრამ შეიძლება რომ ფაქტიურად დაიბლოკოს ეგ რაღაც ბარათი და ვერ გამოიტანოთ, თან გამოიტანოთ რაღაც გარკვეული მცირე რაოდენობა. თუ მივასაუბარი თქვათ ტესტოსტერონზე თავისუფალზე, აი ეგ უკვე არის ფაქტიურად ის გარკვეული რაღაცა თანხა, რომელიც უკვე გიდოთ ჯიბეში, ანუ განახდებოდნენ. თავისუფალ ტესტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ლიბიდო დრაივი და ასე შემდეგ. და ჩვენ კიდე ფაქტიურად გვაქვს კიდე დეგიდროტესტოსტერონი. მე DHT-ის ვიტყოდი რომ ფანი ვარ. ფანი ვარ იმ პონჩი, რომ ეგ არის ფაქტიურად მომძრაებელი ერთ-ერთი მექანიზმი დრაივის, ლიბიდოსი, მამაკაცობის აგრესიის აი ესეთი ფაქტიურად მექანიზმი და აი ეგ რო ავიღოთ დეგიდროტესტოსტერონი. ეგ არის როგორც ავიღოთ თქვა ჯიბეში რომ მქონეს ოქრო როგორც ვალუტა, ანუ პატარაა მოცულობაში, მაგრამ ოქრო არის, ანუ შეიძლება რომ ღირებულობა ბევრი ქონდეს. ანუ აი მიახლოებით ეს საინტერესო რაღაც გარკვეული მაგალითი ახლა დამებადა თავში და აი ამას გიზიარებთ ფაქტობრივად. ანუ უნდა ხვდებოდეთ რომ იყოს ბალანსი ყველაფერში. ბალანსს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება თქვა ფაქტიურად ესე იგი კიდე რაღაცა გარკვეული ისეთ ლაიფჰაკებს. ახლა რო თქვა ვარჯიში და რაღაც მაგას ბოლოს შევეხები. ფიზიოლოგიას მაინც ვერ წავვალთ. ანუ აქტიური სექსუალურ ცხოვრებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა პროსტატის ფაქტიურად დადებით ზეგავლენაზე, ასევე ნერვული სისტემის ასევე ყველაფრის. ანუ ჩვენ ფიზიოლოგიაში დევს ფაქტობრივად ეგ მექანიზმი და მაგით არის გამრავლებული ფაქტობრივად კაცობრიობა, რომ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფიზიოლოგიას ვერ წავვალთ, ანუ ვის თავს იკავებთ. მე ვიცი ბიჭები, რომ დაჟე ძალიან მაგარი, აი ძალიან მაგარი ტიტულოვანი სპორტსმენები, ჩემი ძმაკაცები, არ ვიტყვი, ვითომ თქვა თან ჩხუბის წინ, ვითომ თქვა თან ხელის გადაწევის წინ და ასე შემდეგ. აი 20 დღე, 30 დღე ითმენენ, რომ ვითომ აგრესიას მატებს. ეგ არის პროსტა პიზდეც ცუდი. ცუდი იმ კუთხით, რომ ეგ შეკავება არის მაგარი ცუდი უფრო. ანუ ეგეც რეპროდუქტიული სისტემა, ეგეც ძალიან ყოველს აქვს ინდივიდუალური. ვიღაცა არის ძალიან გიპერაქტიული, ვიღაცა არის საშუალო ვარიანტზე. ახლა ვიღაცას თქვა თუ უნდა აქტიურად, ეგ უნდა გააკეთოს. ახლა ბაზარი არის შეჯიბრის წინ და რაღაცა თქვა 2-3 დღით ადრე. რომ შეიკავო თავი ეგ მოსულა, მაგრამ არა 20, 25 და 30 დღე. ამიტომ მანდაც ჭკუ არის საჭირო. როგორც თქვი, ესე იგი ფაქტიურად, ანუ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეგ არის აქტიური სექსუალური ცხოვრება. რაც შეეხება თქვა ახლა რო შევეხოთ რაღაცა თქვა ისეთ ძალიან პრიმიტიული რაღაცა კვლევებსაც არის ჩატარებული თქვა აი მოხუცებზე
იქ არის აღნიშნული კიდე სიარული, რომ აი სიარულიც თქვათ 8 და 10000 ნაბიჯი ყოველ დღე ეგეც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, პროსტატასთან და ეგეც მოქმედებს დადებითად პროსტატის ჯირკვალზე. ბაზარი არ არის ეგეც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ თქვათ ის ვარიანტში. ანალოგიური ვარიანტი არის ფაქტობრივად სისხლის მიმოქცევა ფეხების არეში. კლასიკური რო ავიღოთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოძრაობა, რაც თან გამომდის კიდევაც ბეძებს, ეგ არის squat-ი. კლასიკურად თქვათ ფეხებს კვირაში ალბათ ორჯერ მაინც ვაკეთებთ კლასიკურ ბუქნებს ნორმალური სიღრმით. ვაკეთებთ პახუდურ, რა ვიცი, ფეხის ბიცეპსაც, ვაკეთებთ თქვათ, რა ვიცი, მასეთ ფეხების ვარჯიშს ნორმალურად, ეგეც დადებითად მოქმედებს ფაქტობრივად პროსტატის ჯირკვალზე. ასევე არის რაღაც გარკვეული ისეთი ძველი მეთოდები და ისეთი რაღაც გარკვეული საინტერესო რაღაც სტატიები, სადაც აი ველოსიპედზეც ამობენ, რომ ეგეც ფაქტობრივად აუმჯობესებს პროსტატის ფაქტობრივად ჯანმრთელობას. ვითომ აი როგორი ნიუანსი არის და ჩემი მოწოდება როგორ მინდა გავაკეთო, რომ შინაარსული გამოვიდეს მაქსიმალურად. ანუ არ არსებობს არასდროს ერთი რაღაც გარკვეული ერთი კომპონენტი რაღაცა აი იქონ რაღაც ერთი საპლემენტი ჯანზე რომ მოვიდი, რაღაც ერთი რაღაცა წონა დავიწყო. არ არის. აი ცოტ-ცოტა აი ყოველივე რაღაც გარკვეულ ნიუანსებს 3% იქ პლუს, იქ 1% იქ 5% იქ თქვა სექსუალური ცხოვრება 10% პლუს. აი ეგ რაღაცა გარკვეული დიდი პროცენტულობის რაღაც გარკვეული ჯაჭვი, ეგ ქმნის საერთო მერე გარკვეულ რაღაცა დადებით benefits ამ კუთხით, რაზეც დღეს ვლაპარაკობ. ამიტომ ყოველივე ასპექტი ხარაც მე ჩამოვთვალე, აი ეს დანამატები, აი ეს სულ თქვათ 2 ან 3 მაინც რომ შეცვალოთ, ეგეც უკვე გარკვეული დიდი პლუსი იქნება ფაქტიურად თქვენი პროსტატისთვის. ანუ გეუბნებით სვეტში რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ასაკში გინდა არ გინდა პრობლემები იქნება, ეგ მამაკაცზე მაქვს საუბარი, ეგ არის პროსტატა და კიდევ ეჭველი იქნება თითქმელები. ეგ არის ფაქტობრივად. ბევრი დათათანებს, აი ღვიძლის უწარამარა მეკითხებენ, აი ალიტე მაქვს მომატებული, აი ეს როგორ დავწიო, აი მე ღვიძლი და მეცინებათ არ ვხედავ იქ მაჩვენებებს მიახლოებით 70 და 80 რადა. ამიტომ გაუფრთხილით, მეგობრებო, გაუფრთხილით ესე იგი პროსტატის ჯირკვალს და გაუფრთხილით თითქმელებს მაქსიმალურად. ანუ სულ ნორმალურად წყალი მაგ თემასაც მე ფაქტობრივად შევეხები. ესეთი უცებ აი ატეხვითი ვიდეო ფაქტიურად გადავწყვიტე რომ ჩამეწერა, ამას ფიქრობ YouTube-ზე უჭვილი ავტვითავ. ანუ ახსნი ისეთ ნიუანსს მეგობრებო, რომ მე რასაც ვაპარაკობ, პირადად ჩემ ექსპერიენსს ვაპარაკობ, ეგ ერთი ნიუანსი არის. მეორე, I am not a doctor, ანუ მე ექიმი არ ვარ. მე გიზიარებ ჩემს გარკვეულ ბიოჰაკინგის რაღაც გარკვეულ ექსპერიენსს. მე ვარ ინდივიდუალური მკვლევარი, ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც რაღაც გარკვეულ ექსპერიენსს რამეს თქვა თუ რაღაცას ვიძენ. ჩემი გარკვეული ესეთი შეიძლება ითქვას home და ეს რაღაცა პრაქტიკიდან, კვლევებიდან გამომდინარე, მე თვითონ ვაკეთებ. მაგას თუ უფრო სოციუმში გავაზიარო. დანარჩენ თუ რაღაც იმენა გარკვეული სერიოზული პრობლემა გაქვთ, უნდა მიმართოთ ექიმს ფაქტობრივად. ანუ ესეთი რაღაცა გარკვეული პატარა საინტერესო ვიდეო. ყველანი იყავით ჯანზე და ფაქტიურად ყველას დროებით გემშვიდობებით. იაქტიურეთ, დააკომენტარეთ თუ ეჭველი ვიდეოები და ფიქრობ რომ აი საინტერესო რაღაცა კითხვები რაც იქნება ხოლმე ჩავაყოლებ ყოველივე ვიდეოზე, ან თქვა შეიძლება ერთხელ გავაკეთო ანდაჟე ლაივი ნორმალური, ან იქნება გავაკეთო ისე რომ კითხვა-პასუხის რაღაცა რეჟიმიც გქონდეს აქ YouTube-ში. მინდა რომ მაქსიმალურად YouTube-ს მივაწვენ. დალაიქეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. ყველას დროებით, ადიოს.